მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო სტუდიიდან გზაგასაყართან გადაცემათაც იქს ვაგრძელებთ ბიბლიური გზაჯვარედინები სტუმრად ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია მოგესალმები გიორგი დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამ საუბრებისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ელია წინასწარმეტყველზე საუბარს და მაყურებელს შევახსენებ რომ შესაბამისი საკითხავების საკითხვა შეგიძლიათ მესამე მეფეთა მე-19 თავში გიორგი ელია წინასწარმეტყველი მოვიდა სამხილებლად და ღვთისნების გასაცხადებლად რომ ისრაელი დაადგა კერპსახურების გზას დაივიწყა საღვთო გზა და უნდა შემოbrunდეს ისრაელი რომ ღვთის რისხვა მასზე არ მოაწიოს. დიახ. ასია და როგორც მოსალოდნელი იყო ისრაელმა უნდა მოусმინოს მას, მაგრამ არ მოусმენს. უწვიმარობის საჟელი, უწვიმარობის პრობლემა, რომელიც დაუდგება ისრაელს ელიას სიტყვით, გამოიწვევს მთელ რიგ პრობლემებს, რის შედეგადაც ელია იძულებულია უფლის მითითებით თავის შეაფაროს ქორათის ხევს. ახლა ეს ხევი თანამედროვე მიუთითებენ იმ სივრცეში, რომელიც მაშინ იუდას სამეფოს ტერიტორია იყო და არ იყო ისრაელის სამეფოს ტერიტორია. გადავიდა ისევ იუდეაში. ხო, და აქ ჩვენ მარტო ამას არ ახახ ჩვენ აქ ვარაუდებზე ვსაუბრობთ, მაგრამ იქნება მეორე უწყება წმინდა წერილდა, რომელიც ყოველგვარ ვარაუდებზე მაღლა იდგება და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელია იყო იუდეაში. და ასეთი საოცარი და ასეთი სიდიადის პიროვნება, როგორც ელია იყო. თუ იუდაში ჩამოსვლისას მას არ აქვს კონტაქტი ტაძართან, მას არ აქვს კონტაქტი ოფიციალურ ხელისუფლებასთან, ან მასთან, რა ქვია, რომელიმე სამღვდელო იმა. საერთოდ ჩვენ ელიას საერთოდ ვერ ხედავთ ურთიერთობაში, კონტაქტში იუდას, ან ოფიციალურ წარმომადგენელთან, იუდას სამოფიციალურ წარმომადგენელთან, ან ოფიციალურ სამღვდელოებასთან საერთოდ გაწყვეტილია კონტაქტი. ეს ანიშნავს იმას, რომ ელია უპირისპირდება სატაძრო მსახურებას, ისევე როგორც ეს ნათლისმცემელთან დაკავშირებით აქვთ. ნათლისმცემელი კი არის უდაბნოში, მაგრამ ის არ უპირისპირდება სატაძრო მსახურებას. ასად არ ჩანს ეს და თვითონ შვილი იყო უღვდლისა იოანე. აქ კიდევ საინტერესო იქნება მამა ანდრია ის რომ ჩვენ მე ვიტყვით ამას რომ ელიას ხალენი რომელიც საქართველოშია ჩამომბრძანებული ის შემოიტანა სწორედ იუდას სამეფოს დაცემის შემდეგ წამოსულმა დიასპორამ და რა ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ წამოსულმა დიასპორამ. ანუ რატომაც ეს ხალენი რომელიც ასეთ ჩრდილოეთში უნდა ყოფილიყო მოხდება სამხრეთში. ანუ აქ ჩვენ ელია წინასწარმეტყველთან დაკავშირებით ბევრი რამე წმინდა წერილში დაწერილი არ გვაქვს. ბევრი რამეს ვერ ვკითხულობთ, რომელიც შესაძლებელია ისტორიულად, რომელსაც შესაძლებელია ისტორიულად ადგილი ჰქონდა. ამიტომაც ელია წინასწარმეტყველთან, როდესაც ვამბობთ ის ქორათის ხევში იმალება, შეიძლება ის იმალება ყველაფრისგან და ყველასაგან, არა სიტყვაზე თქვათ აქაბისაგან მხოლოდ. თვითონ ქორათის ხევში ელიას ჩასვლა უფრო დამალვას არ უნდა უკავშირდებოდეს, ესეც არის, მაგრამ უფრო უნდა უკავშირდებოდეს იმ საშუალებას, გამოყვების საშუალებას, რაც ღმერთმა მისცა მას, ყონებს მოქონდათ დილით პური და საღამოს ხორცი. და აი ეს ჰქონდათ, რა ქვია, აი ამით იკვებებოდა ელია. თვითონ ყორანი არის უწმინდური ფრინველი და ისრაელიანი ერიდებოდა მასთან შენახებთან შემდგომ ურთიერთობას. მაგრამ ელიას შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ყორნისაგან მოტანილ საკვებს ელია იღებს და ამით იკვებებოდა ელია მას არერიდება. აქ საეკლესიო ეგზეგეტიკაში სახეობრივად არის დანახული მომავალი ეპოქა, როდესაც მაცხოვარი გაწმენს ყველა უწმინდურობას და ასე ვთქვათ, ამ სიწმინდით წარმოადგენს და ნეტარი თეოდორიტე ბრძანებს კიდევაც, რომ ყორნის ამ უწმინდური და იმისთან თავშეკავება
უძლურების გამო იყო დადგენილი, თორე არაფერი უწმინდურობა და უსუფთავობა არ არის იმ ცხოვრებაში და იმ ფრინველში, რომელიც არ იჭმება და პირიქით რაღაც სიწმინდესთან დავეძებდეთ იმ ცხოვრებაში და იმ ფრინველში, რომელიც დაიკვლება და იჭმება, ხო? ქორათის ხევში ელიასა ეს მყოფობა თავისთავად ცხადია უკავშირდება მის ერთგვარ გამოცალკავებას, ასე გამარტოებას. თუმცა პურითა და ხორცით ელიას კვება ყორნებისაგან, რომელზეც ჩვენ თქვით უკვე რომ ეს წინასახეობრივად ასია გაგებული ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში, ერთ ძალიან საინტერესო დეტალსაც გვახსენებს. ჩვენ წინა გადაცემაში ანდრია ხაზგასმით თქვით რომ იმაში რა ქვია ელიას და მოსეს ვადრით ერთმანეთს, ხო? და გვახსენება ისრაელის ისტორია, რომელიც დილით პურით იყვებებოდა, ხანმე ხორცით იყვებებოდა. თითქოს ელიას დატვირთი აქვს მთელი ისრაელი. ისი წარსული. ისე როგორც ეს თავის დროზე აბრაამზე ვთქვით, რომ აბრაამმა წინ გაიარა ის გზა, რაგზის გავლაც ისრაელს ეგულებოდა. ახლა ელია თითქოს ხელახლა გადის იმ გზას, რომელიცაც გაიარა ისრაელმა, ამიტაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს პიროვნება. თუმცა რაღაცა პერიოდის მერე ქორათის ხევი დაშრება და ელია, ესე იგი, წყალს ვერ დალევს იქიდან, შეუძლებელი იქნება მისთვის აქედან წყლის დალევა და უფლის მითითებით ის მიდის სიდონის სარებცაში, სიდონის, ესე იგი, ამ ქალაქში, სარებთაში, სადაც ქრივი ქალისათვის ღმერთს ნაბრძანები აქვს, რომ შეიფაროს ის. ხა ნაბრძანები აქვს, რას ნიშნავს? გამოცხადება კი არ ქონდა იმ ქალს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება ნაბრძანები სტუმართ მოყვარე ქალი. ხო, აი ეს არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მამანდრია, რომ ნაბრძანები აქვს იმაში, რომ ღვთისნების გამტარებელია ეს ქალი. ამაში რატო ამბობ ამას? მაცხოვარი თავის სიტყვისას, თავის ქადაგების დროს ამბობს, რომ არავინ პოვა ღირსი თუ არა სარებთაში ეს სიდონელი ეს ქალი. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, რითი ეს ქალი გამორჩეული. აი ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უნდა მივადგეთ მამანდრია. ეს ქალი ცოტა მოგვიანებით, ყოველ შემთხვევაში მის დიასახლის სახით აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. და რატოღაც აი მაცხოვარი, როდესაც თავის სიტყვას ამბობს, საპირწონე დაყენებს წარმართულ სიდონს და ასე ვთქვათ, რჯულის მიერ ისრაელს. და მაშინ ისრაელში ელიას დროს ღირსი არავინ არ აღმოჩნდა. გარდა იმ ქალისა, იმ წარმართულ წიაღში მცხოვრები ქალისა, რომელიც ამ დროს დიდი ალბათობით წარმართი ასევე. რას უკავშირდება? ესე რატო მოყავს მაცხოვარს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. თქვენ ახლა ძალიან საინტერესო რამე თქვით, რომ ამ ქალისთვის დაბრძანები აქვს ნიშნავს იმას, რომ ეს ქალი თავისი სულით, თავისი შინაგანი განწყობით სტუმართ მოყვარია. მოდი გავიხსენოთ სტუმართ მოყვარეობის დეტალი, როგორ მნიშვნელოვანია წმინდა წერილისათვის, როგორც ღვთის სათნო მაცხოვრებელი ადამიანის მანიშნებელი დეტალი, ხო? აი ეს ქალი არის წარმართი და არის ღვთისნების გამტარებელი და ჩვენ შეიძლება იუსტინე ფილოსოფოსის მსჯელობა გავიხსენოთ, სადაც ამბობს, რომ სიკეთის მართლები ყველგან არის გაბნეული და თუ კი ჩვენ სადმე ვნახავთ არა ქრისტიანულ გარემოში საღვთო სიკეთეს, ესაც ქრისტიანული ამბობს, ესაც საღვთო არის. საღვთო თავის. არ დატოვა უბრალოდ უნუგეშოთ არ წარმართი და ისევე როგორც იუდეველი ძველი აღთქმით წარმართიც ფილოსოფიით არ დატოვა უნუგეშებელი და ეს და უყურადღებოთ, რადგანაც მისი შექმნილია ყველა ადამიანი. მისი ზრუნვის ქვეშ არის ყველა წარმართიც და ზოგს მეტი მიცა, ზოგს ნაკლები მიცა. და აი აქაც ეს მაგალითი არის, რომ ეს ქალი არ არის სახურებაში, მაგრამ ნების გამტარებელი არის. ცხოვრების წესით აი ამ მარგალიტებს ატარებს, ხო, რაც ახლა აქ მეორე საინტერესო რა არის მაგალითად, ნახეთ რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს, აი სტუმართ მოყვარეობის ამ დეტალზე რატო ვაკეთებ აქცენტს, რომ თვითონ ეს სტუმართ მოყვარეობა გაგვახსენდება, ხო, აბრაამთან მიდის სტუმრები, ხო?
ფილოქსენის სივრცეა ა ブラ ამის ოჯახში და ღებულობენ, ხო, ამ სტუმრებს ასე გულით, მე ეს სტუმრები მიდიან ლოთთან. სოდომში კი შედიან, მაგრამ სოდომთან არა, სოდომში არავისთან ლოთთან მიდიან. გამოსახსნად გასაგებია, მაგრამ ღირს ყოფენ სტუმრობისას. ისინი თავის დროზე არ შედიოდნენ, ლოთს უარი უთხრა შესვლაზე, მაგრამ მე ლოთმა რო უთხრა, ღირსი გახდა ლოთის ოჯახი ანგელოსთან სტუმრობისა, ხო? შემდგომ აი ბევრი დეტალი გვაქვს წმინდა წერილში, აი გავიხსენოთ, რომ ელიაზერ და ისააკისათვის საცოლეს ეძებს სტუმართმოყვარეობის ნიშნით. ანუ ღირსი ის იქნება, ანუ ღმერთი, ღვთაებრივი აზროვნება იმას ექნება, ვისაც სტუმართმოყვარეობის აი ამ სივრცეში აღზრდა აკვირდებული და ასეთი ადამიანია, ხო? რატომ ამბობ ამას? ნუ თუ ისრაელში სტუმართმოყვარე არავინ დარჩა. ელიას მიმღები. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, რომ ელიას მიღება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუშვდეს ვინმეს. შეიძლება მოწამეობრივი ნაბიჯი იყოს. და ეს არის სწორედ სტუმართმოყვარეობა, როდესაც ჩვენ სტუმარს იღებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამისათვის საფრთხე გემუქრებოდეს. ახლა ჩვენ შეიძლება შორს წავიდეთ კიდე და ვაჟასეული დაპირისპირებაზე ვისაუბროთ, ხო სტუმართმა. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი თემა შეგვიძლია წამოვღოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე რა არის მამანდრია, ნახეთ. ელია წინასწარმეტყველის წარმართულ სივრცეში წასვლა გულისხმობს იმას, რომ ისრაელში დაწყებულმა კებთაყვანისმცემლობამ შედეგი გამოიღო სწორედ ამ ნიშნით. სტუმართმოყვარე არ დარჩა, არა, ეს იმას კი ანიშნავს, სტუმართმოყვარე არ დარჩა არავინ, რომ მეზობელს კარს არ უღებენ, ეს ამას არ ნიშნავს თავისთავად ცხადია. მაგრამ ნიშნავს, რომ აი იმ მაღალ საფეხურზე. ამ ქალს ბოლო ლუკმა გამოაქვს, ხო? აი ეგ მე აი ამაზე უნდა ეს პარალელი უნდა თქვა, რომ მოწამეობის შიშით შეიძლება ელიას კარი არ გაუღოს ისრაელიანმა, მაგრამ სიკვდილზე მიდის ეს ქალი და ელიას იმას იზავს. ანუ სხვაგვარად რო ვთქვა, როდესაც მაცხოვარი ამ დაპირისპირებაზე, ამ უпроსოდ ამ შეპირისპირებაზე, აი ამ ურთიერთიმაზე აქვს საუბარი, ხო? და მახასიათებელზე აქვს საუბარი, რომ ელიას დროს არავინ იპოვა. არავინ იპოვა იმას ნიშნავს, რომ არავინ გახადა ღმერთმა ღირსი იმისა, რომ ელია მისი სტუმარი ყოფილიყო. არა, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმ კებთაყვანისმცემლობამ რომელიც იწყება იერობოამის დროს შეფარული სახე და უკვე აქაბის დროს ომრიდან მოდინებული აქაბის დროს ოფიციალური სახე აქვს მიღებული, ამან იმოქმედა ცხოვრების წესზე, აზროვნების ფორმაზე ისრაელიანებისთვის ახლა აი ასეთი მდგომარეობაა შესაფერი. ეს აღარ არის ისრაელიანი. ამ მდგომარეობაში არა აქვს უფლება თქვა, რომ ძენი არიან ა ブラ ამისნი. ამ შემთხვევაში ღმერთი ქვისაგან აღადგენს ა ブラ ამისს ამ ქალის სახით. ნახეთ რა არის საინტერესო? ჩვენ, როდესაც საუბრობთ სოდომურ სიბილწეზე, რომელიც მოისრა, სოდომური სიბილწე არ იწყება ერთღამეში. სოდომური სიბილწეს აქვს წინაპირობა. თაობები უნდა ცხოვრობდნენ რაღაცა გარკვეული ცხოვრების წესით, ნელ-ნელა მათთვის მისაღები უნდა ხდებოდეს ის, რაც უკვე სოდომის დანგრევის დროს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და შემდგომ უნდა იძირებოდნენ აი ამ სიბილწეში და უნდა მიაჩნდეთ ეს ნორმალურ მდგომარეობად. ეზეკიელ წინასწარმეტყველი ერთ-ერთ მძიმე ცოდვად, რომელიც გაპირწონესწორებულია სოდომელთა ცოდვასთან და მის უარეს მდგომარეობამდეა დაყვანილი, სწორედ უცხოთ სტუმართმოყვარეობის არარსებობას ასახელებს, უცხოთ მოძულეობას ასახელებს. მე რატომ მინდა რატო ვავლებ ამ პარალელს? მე მინდა წარმოვადგინო ის სიღრმე, დაცემის სიღრმე, სადაც ელია შემოდის. ამითაც წინასახია ის იოანესი და ამითაც წინამორბედობის აი ამ სახეგვარობას გვაძლევს. რატომ? იმიტომ რომ იოანეს დროს დაცემის სიღრმე უკვე იმდენად დიდია, რომ ღმერთის მოკლაზეც ყიმიდიან. აი უყურებენ, აი როგორ არის წმინდა წერილში ვხედავთ ადამიანი, რომელიც რაღაცა სიკეთეს აკეთებს, მერე სასწაულს აღასრულებს, ღმერთია შენთან ამაზე ამბობ. ლოგიკა ამას გთავაზობს, ლოგიკა აქეთკენ გაწევს. და როდესაც ხედავ იესო ნაზარეველს,
რომელსაც სულ სიკეთი აქვს ნაკეთები, აი სულ სიკეთი აქვს ნაკეთები. და მარტო სიკეთე კი არა ამ სიტყვის პირდაპირი და არა, წყალობით სავსე სიკეთე. იქ სულ არ ეკუთვნოდა იქ ისე გაამრავლეს მოციქულებრივი გაუშვათო ეს ხალხიო გაცალშიო შიმშილა არა თქვენ აჭამეთო საჭმელი. არ ევალებოდა დამად იმათვე საჭმელი ჭამა, მაგრამ არა თქვენ აჭამეთო საჭმელი. აი ბრძის განკურნების მერე საუბარი მღვდელმთავრებთან საოცრება არის. უხუცესებთან. სასწაული ის არის რომ მე თვალი ამიხილა თქვენ არ იცით ვინ არის, ვიძახით რომ არ ვიცით ვინ არის. ეგ არის ოქსაბერული ოთორების კი ვიცი რომ არ ხედავდი და ერთი რამე ვიცი რომ არ ხედავდი და ახლა ვხედავო. და იძახიან არ ვიცითო ვინ არისო. არ ვიცით ვინ ახარო ეუბნებიან. ხო აი ეს მამანდია ნახეთ ვისა ქვია მაცხვალო ამბობს რომ ქალაქებს რომ მიმართავს რომ ეს რა ქვია ვაიში და ქორაზე სოდომელთან და იმას უფრო მომხენ რატო ამბობს ამას. რატო ამბობს ამას? იმიტომ რომ სოდომია წარმოგიდგენთ რომელიც მოწყდულია და საერთოდ ამოშანთულია ღვთისაგან იმდენად ძიმე მდგომარეობა ამის უმოლხინესი მდგომარეობაზეც კი საუბრობს მაწყოვარი იმ ურწმუნოებასთან შედარებით რაც შეიძლება ადამიანს კონდეს აი ნახეთ ამაზე უარესი მდგომარეობაც არსებობს ხუთელი სიღრმე სად არის მამანდრე ნახეთ რომ აი ეს კეპთაყვანისმცემლობა და კეპში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შეიძლება იყოს საკუთარი თავის განდიდება რაღაცა სოციალური პროგრამები ბევრი რამე შეიძლება იგულისხმობდეს აქ აი თვითონ კეპთაყვანისმცემლობის სიმძიმე დადის იქამდე რომ შენ გაცილებით ძიმე დანაშაულში გავყოფეს ვიდრე შეიძლება ყოფილიყო სოდომში მაცხოვრებელი ადამიანის სიკვდილი. წამიტომ ვიღაცა რომელიც წესების დაცვით არის დაკავებული და თავი ღვთისმიერი გონია მას რომელსაც თან არ დასდევს იაკობ მოციქულსო დავესწროთ საქმენი ცხოვრების წესი რომელმაც უნდა გამოაჩინოს ქრისტე, დაადასტუროს ქრისტე, იქადაგოს ქრისტე შენი ცხოვრებით, მაშინ შენი მდგომარეობა იმდენად ძიმია, რომ შეიძლება ის ღმერთი, რომელსაც გონია რომ ემსახურები, შენივე ხელით მოკლა. შენივე ხელით გაიმეტო. აი როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ხო? თითქოს და ლოგიკას გაუღრბეს ეს ყველაფერი, თითქოს და ლოგიკაში არ ჯდება. მაგრამ გამოცდილება ყვარდახობს და გამოცდილება გვეუბნება რომ ეს სწორედ რომ ლოგიკაში ჯდება და სწორედ რომ რეალობა აი ასეთია. ამიტომ ძალიან უნდა ფრთხილად ვიყოთ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც კეპთაყვანისმცემლობაზეა საუბარი, გავიხსენოთ რა წერია წმინდა წერილში. არ უნდა შექმნა კერპი რისგან, ქვისგან, ხისგან და კიდე ყველაზე მთავარი რისგან არ უნდა შექმნა კერპი. საკუთარი თავისგან არ უნდა შექმნა. რაღაცაზე შეიძლება ითქვას, რომ მთელი ასკეტური გამოცდილება ეს არის ბრძოლა ეგოიზმის წინააღმდეგ, ბრძოლა კეპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ბრძოლა აი ელია წინასწარმეტყველს ხედავთ, ეს არის იმ ასკეზაზე, იმ საფეხურზე მდგომი ადამიანი, რომელსაც ეს ბრძოლა წარმატებით აქვს აღსრულებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ელია დაიძრება სიდონისაკენ. იქ მართლა ძალიან საინტერესო სურათია. ვიღაცა ქალი აგროვებს ფიჭს. ხოდა ელია გასახებს წადის მომიტანა, რა ქვია, წყალი გამომიტანა. და აშკარად ჩანს, რომ უწყლობის პრობლემა მარტო ისრაელში არ არის, ეს მეზობელ ქვეყანაშიც არის გადასული. და ეს ქალი გამოუტანს ამას წყალს. და სანამ წყალს გამოუტანს, ელია კიდევ დააწევს გზაზე სიტყვას. შენი ხელით თუ ხმიადი გამომიწყდა ესეც გამომიტანა. ახლა როგორი ხა ერთი წუთით აი სცენა ხო აი სცენა. ვიღაცა უცხო კაცი მოგიდა, ჩამოჭდა, წყალი დამალევინეო, მე ის გამომიწყო. ცოტა გაუგებარი. ეს ქალი მოუტრიალდება და ამიტაცა უცხო კაცი ეუბნება. გეფიცებიო, სულ ცოტა გამახსო ამის საშუალება დღესავა გამფის სამისოს ვაგროვებო. მოვზილავო ამ პოსტში. მასა გამოვაცხობო. ჩემი და ჩემი შვილი, მე და ჩემი შვილი შევჭამთ და ხვალ დავიხოცებით. მეტი აღარაფერი არ. და ამასაც მეუბნები, ვიღაც სულ არ გიცნობ ვინახა. და შენ უნდა გამოგიტანო ეს. ანუ შვილს უნდა პირიდან ეს ლუკმა მოვაცალო და შენ მოგცე. ელია გახედავს და ეტყვის წადი გააკეთე რაც გითხარი ის, რადგან ამას ამბობს უფალი ღმერთი ისრაელის, არა მოაკლდეს საფქვილესა შენ საფქვილი და სასეთესა შენ სასეთე ვიწრებ და უაწმო ქვეყანას ასეთა. ანუ აქ ნახეთ რა ძალიან საინტერესო. იმასაც ჩვენ უკვე ვთქვით, რასაც ვერ ბედავს ისრაელიანი,
იმის გაკეთებას ელია ითხოვს ვიღაცა წარმართისაგან. ისრაელიანისაგან ამას არ ითხოვს. ისრაელიანს ეს ევალება, რომ კარი გაუღოს ელიას. წარმართს არ ევალება. ხო. და უცებ მივა ამოთხოვნით ელია წარმართან. და ეს წარმართი არის საოცრება. გახედავს ელიას და გააკეთებს ამას. მამანდრე ეს უნდა დავიჯეროთ, ეს უნდა მივიღოთ, რომ მართლა შეძლო ამ ქალმა ასეთ რამეს გაკეთება. გავიხსენოთ ჩვენ სახარებისეული ეპიზოდი. როდესაც მაცხვარი ერთგვარი გაკვირვებითაც ისრაელიანს შორს ვერ უპოვება ასეთი რწმენა. რომელიც წვენაზეა საუბარი, მეც კაცი ვარ რომ მეუფება საქვეშე და მყვანანო მსახურები და რო ვეტყვიო, ჩემ მსახურს წავა, მოდი აქ მოვა, გააკეთებს და შენც მოსვლა კი არ არის ეჭვრო, ბრძანე და მოხდებაო. და საიდან მოხდეს ეს ყველაფერი? რო ვთქვათ ელიასა და აი ამ დედაკაცის მდგომარეობა, ხო? შესაძლებელია გაჩნდეს აზრი, მე შორს არ ვდგავარ ამ აზრისაგან, რომ ელიას გამოხედვა ელიას ასკეტური ხო რაღაცა ტონი მისი ასე ვთქვათ ღმერთთან სიახლოვე ამ ქალში ამ დარწმუნებას იღებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მამანდრია ვინაიდან სულიწმინდის მოქმედება როდესაც პიროვნებაზეა საუბარი ხო სულიწმინდის მოქმედება როდესაც მასში სული ღვთისა მყოფობს ხო გადაეცემა ძალობად მისი მოქმედება მეტად ისახება თანამოსაუბრეზე, თანამეინახეზე, მეგობარზე, რომელიც მის გვერდით არის და ასე შემდგომ. მეტად მოქმედია და მეტად ასე ვთქვათ, რეალიზებადია სულიწმინდის მოქმედება, ვინაიდან გამტარობა და მიმღებლობა ქმნილებისაგან უფრო მეტია. აღალი ხარისხის არის. მაგრამ აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია გვეთქვა, ხო? აი ელიასთან დაკავშირებით ელია მისე გახედა, ისე შეხედა, ისეთი მადლიანად უთხრა, ისე იმას აკნა, რომ ეს ქალი გარკვეულწილად ამ სულში მოვიდა და ამ სულით აღიძრა და ამ სულით ეს წმენა გამოხატა. მაგრამ მაცხოვრის დროს არა, გიდაც ასე იყოს. ეს ელიას მდგომარეობა, ელიას შესახედაობა თუ მისი სიტყვა ყველა ადამიანზე ერთნაირად არის მოქმედი. ახლა ეს მეორე დეტალი ეზებიელი მოსაკლავად ეს არის მეორე. ეს ქალია ეგეთი მიმღებელი, თუნდაც ესე იყოს, ხო? კი, არა, აბსოლუტურად გეთანხმები, უბრალოდ მე მინდა ის მეორე დეტალი, ანუ კიდევ უფრო მინდა ეს ხაზგასცადი გავხადო რითი, რომ მაცხოვრებელს როდესაც აი ეს ასეთ წმენას გამოხატავს ეს წარმართი, ხო? შეიძლება მას ფიზიკურად შეიძლება ის დანახი არ ყავს, ანუ ეს მაგრამ მაცხოვრის გაგებული ამბები, მაცხოვრზე გაგებული ამბები, მისი სიტყვები, მისი მოქმედება, ხო? მასში იწვევს აი ამ განწყობას. ხო, სასწაულები რაღაც. ხო, ამიტომაც ჩვენ დღესაც სახარებას ვკითხულობთ. ჩვენ დღესაც როდესაც ღვთაებრივი მოქმედების შესახებ ამბებს ვკითხულობთ, ზუსტად აი ამ წარმართის მდგომარეობაში ყოფნა გვევალდებულება, რომელშიც იბადება რწმენა, ის რწმენა რომელიც ადამიანს მიყავს ღმერთამდე. აი ეს მინდოდა მე თქვა მამანდრიას სწორედ რომ ეს ქალი უცებ კი არ მოინდუსხა და უცებ ამ ქალის რაღაცა ტრანსფორმაცია კი არ მოხდა, არა. ამ ქალს რაღაცა ხომ ზაობა აქვს, შინაგანი რჯულის ზაობა აქვს. მიმღებლობის აქვს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მამანდრია, რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთმა მოგვიტანა ეს ეკლესია აკეთებს ამას თავის საიდუმლოთ მოქმედებაში. თუ საზოგადოება ამის მიმღებელი არ გახდა, თუ საზოგადოება ამისთვის არ განეწყო და არ მიიღო, ცალკე აღებული ეს მოქმედება მას არაფერს ასე ვთქვათ, სასარგებლოს არ მისცემს. ამ ქალს აქვს არჩევანი. ან უთხრას რომ პური არა ერთი, რა ქვია, ორი ლუპა დამჩენია და ჩემს უნდა მივხედო. ხო, ვიღაცა ხარ სულ არის უსწრაფო. აი არის შენ გზაზე, ხო? და არჩევანი იმისი, რომ პირველად ამას აჭამოს. იმ წმენით, რომ ფქველი არ გამოელევა სამკულეში და ზეთი არ გამოელევა საზდაში. ხო. ნახეთ, რა არის აქვე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. და საფრთხო გზაზე გავლით, აი ეს სასწაული მის ცხოვრებაში. ახლა გავიხსენოთ რა უთხრა ღმერთმა ელიას, დაბრძანები მაქვს ამ ქალისთვის. საოცარი რამეა. საოცარი რამეა, იმიტომ რომ აი ეს ღმერთი თავისი წინდა წინცოდნით, თავის ყოლის ცოდნით ხედავს, ვისთან არის მისასვლელი, ვისთან არ არის მისასვლელი. მამისაგან გამორჩეული უსმენს იესოს. იმიტომ კი არა ვიღაცა დაჩაგრა და ვიღაცა არ დაჩაგრა, არა, წინდა წინ იცის მამამ,
რომ ის სვენელი არ იქნება ივანე ოქროპირი აკეთებს საოცარ შედარებას, რომ კიდობნის კარეზე მობრახუნეებიო 120 კი არა 100 წელი იცხოვრეს, რადგან სხვა არის საჟელი 120 წლის დანაშაულის გამო და სხვა არის საჟელი 100 წლის დანაშაულის გამო და ეს 20 წელი რაღაც შეუმცირაო ღმერთმა, ანუ ხედავს წინ და წინ ღმერთი, რომ ის 20 წლის მერე მაინც არ შევა კიდობაში. ანუ როდესაც საუბარია იმაზე, რა ქვია, ამ სიდონელ ქრუზე, სარებთელ ქრუზე, ის ამ საოცარ მაგალითს თავაზობს სწორედ. ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში კი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ეს სიდონელი, ეს სარებთელი ქრივი სახე სიმბოლოა წარმართებისა, რომელშიც გაისმა ქადაგება იესო ქრისტესი და რომელმაც მიიღო ის თავის მესია და თავის მხსნელად. თვითონ ახლა ბიბლიურ ტექსტს დაუბრუნდეთ, ამ ბიბლიურ ტექსტში საოცრად არის ნათქვამი, რომ ესე იგი ეს ქალი შევა იმაში, რა ქვია, სახლში მოამზადებს ამ იმას, რა ქვია, საჭმელს, გამოუტანს ელიას და ელიაც მიიღებს ამ საკვებს და დარჩება ამ ქალთან, ამ ქალმა უნდა ასე იგი ამ სივრცეში უნდა იყოს ის ცოტა ხანი და მართლაც სანამ წვიმა არ მოვიდა ამ ქალს გაჭირება არ უგზია, ფქვილი არ მოკლებია და ზეთი არ მოკლებია. ხა ზეთი საკმაოდ ვერაღირებული იყო და საკმაოდ ისეთი შემოსავლის წყარო შეიძლება ყოფილიყო, შესაბამისად ამ ქალს რაღაცა ეს ეკონომიური პრობლემაც ერთი საუბარი გვახსენდება, მაცხოვარი გვეუბნება ასეთ რაღაცას, ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის. და იქვე ამბობს, რომ თქვენ ზრუნვა გქონდეთ სასუფევლისათვის და ესე ყოველი შეგეწინოს თქვენ. თავარს არ გაუშვათ ხელი. უდაბნოშიც მანანათი ებრაელების გამოკვებაც ეს იყო მეორე დღისთვის. თავის დავაცხადია მეორე დღისთვის, ანუ ეს იმას კი არის, რომ შენ უზრუნველი და უდარდელი იყო. ეს ამას არ ნიშნავს ნამდვილად. არ გადააყოლო ამას. ხო, მაგრამ ამას არ უნდა გადააყოლო, ამას იმ დღის ღვთისმსახურება არ უნდა ანაცვალო. ამას ეს არ უნდა ჩაანაცვლო სულიერი. არ უნდა ჩაანაცვლო სულიერი თქმა. ახლა წმინდა წერილში საკვები არ უნდა ჩაანაცვლო იმით ზრუნვით. ახლა აი ამ კონტექსტში წმინდა წერილი ერთ საინტერესო ამბავს გვიყვება, რომელიც რაღაც აზრით შეიძლება არც ეთქვა კიდევაც, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ამბავს გვიყვება ბავშვის, ასე ვთქვათ, ცუდად გახთომასთან დაკავშირებით, რომელიც გვდება და ეს ქალი ეუბნება ელიას. ამ ქრივის შვილი გახდა ცუდად სიკვდილის პირას არის და ეს ეუბნება, რომ მოსული ხარო ჩემთან ღვთისკაცო, ჩემი ცოდვების სამხილებლადო. საოცარი. წარმართი ამბობს ამას. ცოდვებზე არ საუბრობს. ისრაელს თავი ცოდვაში არ გონია და ეს წარმართი ქალი ამბობს, რომ ცოდვების სამხილებლად არის მოსული. როგორი კონტრასტია. რატომ არის რომ მეზვერე გამართლებული გამოვა ტაძრიდან? იმიტომ რომ მეზვერი ამბობს, უმერთო მილხინე მეცოდულს ამასა შემიწყალო. აი, გავიხსენოთ ფარისეველი რას ეუბნება ღმერთს. მარხულობ, ლოცულობ, მოწყალებას ვიდებ და აი ამნაირი რა კარგია რომ ეგეთი არა ვარ. ხო, ეგეთი არა ვარ. თან ამაზე მადლობას ეუბნება ღმერთს. ეს არ არის თითქოს. ეს არ არის უმადური, ეს არ არის უმადური ისა, რა ქვია, ფარისეველი. მაგრამ ნახეთ რა არის პრობლემა მომანდრია. ფარისევის ამ ლოცვაში ჩანს სურვილი, რომ აი ახლა მე რო გავაკეთე, ახლა შენი ჯერია, მე კარგად მოვიქეცი და ახლა ღმერთიც კარგად მომექცა. და მეზვერე სულ სხვა, მეზვერე რომ შევიდა ტაძარში, მეზვერე რომ გახადახედა თავის თავს, ვერაფერი კარგი ვერ იპოვა. აი რა შეიძლება დაახვედროს მესიას, რომლის ასეთი გაცხოველებული მოლოდინი, აი რა შეიძლება დაახვედროს. და მეზვერე მოჩხრიკა ეს ყველაფერი და აღმოჩნდა არაფერის არ ვერაფერს ვერ დახვდება. და დაიწყო ტერილი. და დაიწყო ღმერთს ეუბნება, რომ ღმერთო, მე არაფერი არ ამაქო და შენ ანუ ღმერთი მეზვერესათვის არის მხსნელი, არის პატიებელი, არის მკურნალი, არის გადამრჩენელი, ამ სიმძიმიდან გამომყვანებელი. ფარისეველებისათვის ღმერთი არის დაცვალკებელი. აი ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ამ ქალის მიმართვაში ელიასადმი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამე ჩანს. აი ჩვენთან დღევანდელ დღემდე გავრცელებულია ეგრეთ წოდებული კარგი ფეხის და ცუდი ფეხის მატარებლის სრულწმენა, ხო? აი კარგი ფეხი აქვს, ცუდ ფეხზე შემოხვედი, კარგ ფეხზე შემოხვედი. ეს წარმართულისა წარმართებში იყო ასე. წარმართები, თუ ვინმე მივიდოდა და რაღაცა ცუდი მოხდებოდა, ცუდი ფეხით იყო ის შესული და შესაბამისად
უნდა წასულიყო, რომ სიცოცხლე არ გაგრძელებულიყო და ისა რა ქვია, მე თუ შევიდოდა და კარგი რამე მოხდებოდა, აი გავიხსენოთ ლაბანი. ლაბანს ძალიან უხარია იაკობის დატოვება უნდა, რომ იაკობი რო შევიდა, ლაბანი იკურთხა და გამდიდდა და აი თილეს ვასავით კაცი. აი ესეთი რაღაცა ხანდახან შენ მამა ანდრიას ყველაზე სამწუხარო რაც არის. ასეთი რამე გვაქვს ხოლმე ხანდახან სიწმინდებთან დაკავშირებით. სიწმინდეები თილისმა დაგვაქცეული. და ეს თილისმა არის, რომელიც მე რაღაც დამიცავს. ხო, შენ არაფერს არ გავალდებულებს. შენ არაფერს არ ვაკეთებ, არაფერს არ მავალდებულებს. ამ რაღაცა თიშობლის წილხვედრილობაც ესია, არაფერს არ მავალდებულებს. წილხვედრიცა ვარ, სვეტი ცხოველიცა მაქვს, იქ ისეც მაქვს, რა ქვია, ხატებით მაგ გამოტენილი კაბინეტი და რაღაცა და ახლა მე რა უნდა წავალ ახლა გავერთოვე. ხო, შემიძლია კარიერისთვის ყველაფერი ვიკადრო, შემიძლია პირადი სიამოვნებისთვის ყველაფერი ვიკადრო, ეს ყველაფერი ხო მაქვს მე უკვე. ესენი ხო დამიცავენ. აი ეს წარმართული დამოკიდებულება. ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ ერთი ასეთი ტერმინი, ილუზია. აი სწორედ ეს წარმართული დამოკიდებულება ამ ილუზიაში გუდავს და აღჭობს ადამიანს, სულიერად კლავს. მოსულხარ აქ ჩემთან, ჩემი ცოდვების სამხილებლად. და ელია ეტყვის, რომ განმომეციო ბავშვიო და თავის სასწორებელ ოთახში შეიყვანს. და ღმერთო, თუ მაგალსაც უბოროტებ. ელია როგორი ცოცხალია, მოსე როგორი ცოცხალიც. ხო, აი ეს ელაპარაკება ღმერთს. კი არ ლოცულობს. და კი ლოცვას მერე დაიწყებს თავის სამოსხდია გადაემხობა სულის ამბავს, მაგრამ თავიდან ღმერთთან იწყებს აი მოსესავით ლაპარაკს. ამასაც უბოროტებო? აი აინტერესებს, მოსეს რო აინტერესებს ხოლმე ღმერთი რა. იონაც ეგეთი საყვარელი ეს ერთი სულია. ერთი სულია. ცეცელა ებუზღუნება, საყვედურობს, ელჩება, ხო? ხო, რაღაცების განმარტებებს ითხოვს, რაღაცა გარანტიებს. ხო, რაღაც გარანტიებს ითხოვს, რაღაცა იმას ითხოვს, ეს ერთი სულია, ის ცოცხალი სულია, ღმერთთან ურთიერთობით რომ ახარებს ადამიანს. ეს ასეთი სულია. თავისთავად ცხადია, ეს ასე არ მოხდება, ელია. სხვათა შორის ამ ბავშვის იმაში მოვედი თავისი სული ჩაუბრუნდეს ამ ბავშვის სხეულში. ნახსენები არ ასული, არამედ სამშვიდობელი. ანუ ამ ბავშვს შეიძლება სული სულთან გასული არ ქონდა, ანუ სულისა და სხეულის გაცალკევების აი ეს დაფიქსირებული არ იყო, ანუ შეიძლება ეს ბავშვი მკვდარი არც იყო. ელისეს დროს მკვდარზე პირდაპირ არის, რა თქმა უნდა, ეს მკვდარია და ის. აი ელიას დროს აი პირდაპირ სამშვენველის შაბრუნებაზეა საუბარი, ფსიხეს შაბრუნებაზეა საუბარი და ფიქრობენ რომ ამ ბავშვს რაღაცა გულის წასვლა ქონდა, ან და მომაკვდავობის ნიშნები ქონდა. ჩვენ ბოლომდე მკვდარი არ იყო, მაგრამ დედამ ასე ვთქვათ მომაკვდავი შვილი. ყოველ შემთხვევაში ასია თუ ისე ელიას რომ არ ელოცა და ელიას რომ არ იმას ეკნა, რა ქვია, აი ეს ნაბიჯი არ გადაედგა, ის ბავშვი სიკვდილის პირასაა, პარალელურად შეიძლება ის ბავშვი მკვდრადაც განვიხილოთ. და აქედან გამომდინარე ელიას ლოცვის შედეგად, როდესაც ეს გამოუყვანს ბავშვს დედამისს და აჩვენებს და ეტყვის, რომ აჰა ცოცხალია შენი შვილი და ნუღელავს, ეს წინასახე გახდა მაცხოვრის მიერ მიცვალებულთა აღდგომისა, სნეულთა განკურნებისა და საბოლოოდ საყოველთაოდ მოსალოდნელი აღდგომისა. ელია წინასწარმეტყველი სიდონში ჩვენ მეტი რასაკეთებს არ ვიცით. შესაძლებელია მან სხვა სასწაულები წაღასულა იქ, შესაძლებელია მისი პირით ღმერთმა ბევრი მოაქცია იქ, მაგრამ ამის ოჯახზე კი გვაქვს ინფორმაცია წმინდა წერილში, სადაც ნათქვამია, რომ ახლა კი ვიციო, რომ შენ ჭეშმარიტებას ღაღადებო და შენი უფალი ღმერთი, ღმერთია ცათაშინ, ანუ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. გიორგი, ჩვენ ბევრი ქონდა კიდევ გეგმაში ელიას შესახებ საუბარი, მაგრამ ამ გადაცემაში კიდევ ერთხელ ვერ ვასწრებთ. ხო, ვერ ვასწრებთ. ამიტომ მაყურებელს ვეთქვი, რომ შემდეგ გადაცემაში ასევე ელია წინასწარმეტყველზე ვისაუბრებთ და უნდა ვილაპარაკოთ უკვე ელისე წინასწარმეტყველის გამორჩევაზეც. მადლობას მოგახსენებთ და ამით გადაცემას დავასრულებთ. მაყურებელს შევახსენებთ, რომ შეუძლია შესაბამისი საკითხავი წაიკითხოს მესამე მეფეთა მე-19 თავში. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.